Salami მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და ამ ვიდეოში გვექნება საუბარი UFC-ს ჩინეთის კარდზე. Back to back კარდების შემდეგ დაგვასვენა UFC ერთი კვირით და ეხლა გვექნება UFC Macau-ს კარდი. Bantamweightების main event-ით Song Yadong-ი Davison Figueiredo-ს წინააღმდეგ. აწუხე Bantamweight-ის მებრძოლი ყოფილი flyweight-ის ჩემპიონი Davison Figueiredo, რაც ავიდა Bantamweight-ში მშვენივრად გამოიყურება იქ ნომერი მე-10-ია რანკინგში ეხლა და შეეცდება უმაგრესი ტალანტი Song Yadong-ი თავისივე ქვეყანაში დაამარცხოს. ამ კარდზე კომეინი დიდი ბიჭების ჩხუბი გვაქვს. ჩინელი მინგიან ჟანგი შეეცდება დაამარცხოს ამერიკელი ალონზო მენიფილდი. Main card-ში ასევე ვიხილავთ კიდევ ერთ მძიმე დაპირისპირებას. რუსი სერგეი პავლოვიჩი დაუპირისპირება ტალისონ ტეიშეირას. განსაკუთრებით მომწონს ამ ივენთის main card-ი. თან ჩინეთში როა ჩხუბი ჩვენთვის კარგია, იმიტომ რომ საქართველოს დროით 12 საათზე, შუადღის 12 საათზე დაიწყება. არ მოგვიწევს ღამის გათენება. ბევრი დრო აღარ დავხარჯოთ და დავიწყოთ პირდაპირ კარდის განხილვა, თუმცა თხოვნა მექნება მანამდე რომ დავალაიქოთ ვიდეო, გამოვიწეროთ არხი და დამიწერეთ კომენტარები. დავიწყოთ ტრადიციულად მთავარი ბრძოლით. Song Yadong-ი დაუპირისპირდება ფიგის. პირველი ყველაზე გამოსარჩევი ჩემთვის ამ ჩხუბში არის ის, რომ Song Yadong-ი ბევრად ახალგაზრდაა Figueiredo-ზე. 28 წლისაა Song Yadong-ი და 10 წლით უფროსია ფიგი მასზე. ბოლო ჩხუბი ორივეს წაგებული აქვს, თუმცა Song Yadong-ს ბევრად უფრო ახლო ჩხუბი ჰქონდა ვიდრე ფიგის. შონომალის ეჩხუბა ბოლო Song Yadong-ი თავიდან 1-1-ზე იყო რაუნდები და მესამე რაუნდში გადაწყდა, რომ შონომალი მოიგო, მეტი ზიანი ჰქონდა, უფრო გააქტიურდა შონომალი მესამე რაუნდი წამოიღო და 2-1-ზე რაუნდებით საბოლოო ჯამში მსაჯების გადაწყვეტილებით დარჩა გამარჯვებული. არ გამოიყურებოდა ცუდად მაგ ჩხუბში Song Yadong-ი სულ ცოტა დააკლდა ომალისთვის რომ მოეგო. სიმართლე გითხრათ, ზუსტად ისე განვითარდა ჩხუბი, როგორც ვფიქრობდი. მანამდე ჰენრი სეჰუდოსთან აქ მოგებული, გახსოვთ ალბათ, აიპოუკით. გაჩერდა მესამე რაუნდში ჩხუბი, ვეღარ შეძლო სეჰუდომ ბრძოლის გაგრძელება და პირდაპირ decision-ამდე მივიდა, იმიტომ რომ ბრძოლის ნახევარზე მეტი უკვე გასული იყო და პირდაპირ decision-ამდე მიიყვანეს ჩხუბი, დარჩა გამარჯვებული Song Yadong-ი, როგორც თქვი, მანამდე პიტერ იანთან აქ წაგებული და იმის წინ ორი ჩხუბი აქ მოგებული კრის კუტიერესთან და რიკი სიმონთან. რიკი სიმონის ჩხუბი მახსოვს ყველაზე კარგად მეხუთე რაუნდში დააფინიშა. ძალიან გამოცდილია Song Yadong-ი ეხლა უკვე. წარმოიდგინეთ 2017 წელს ჩაატარა დებიუტი თავისი UFC-ში, მაშინ იყო 19 წლის და აგერ უკვე ამდენი ხანია აქტიურად ჩხუბობს, ხოლო ფიგის რაც შეეხება, ფიგი ვიცით რომ flyweight-ის ჩემპიონი იყო, ძალიან კარგად ჩხუბობდა flyweight-ში, უბრალოდ რაც ასაკი მოემატა, წონასთან შეექმნა პრობლემები, ვეღარ აბარებდა წონას flyweight-ისთვის და ზუსტად მაგიტომ მოუწია bantamweight-ში ასვლა. bantamweight-შიც ასე თუ ისე კარგად გამოიყურება, 4-3-ზე აქვს ბალანსი, მაგრამ აი რო ჩავხედოთ ის სამი წაგებაც რაც აქვს bantamweight-ის უმაღლეს დონეზე პიტერ იანთან, კორი სეტენგენთან და ბოლოს უმაგომედოთან წააგო. იმის შემდეგ რაც bantamweight-ში ავიდა, შეცვალა თავისი სტილი, თავისი ჩხუბის სტილი, ბევრად უფრო ფრთხილად ჩხუბობს და ეძებს მეტოქის სისუსტეებს და უტევს იმ სისუსტეებში. flyweight-ში ცოტა სხვანაირად იყო. flyweight-ში ძალიან აგრესიული იყო, სულ წინ მიდიოდა, დიდი იყო flyweight-ისთვის. გვახსოვს 4-ჯერ ჩატარებული მორენოსთან ჩხუბი, პირველი ფრედ დასრულდა, იმ პირველში ქულა დააკლეს ფიგის ერთ-ერთ რაუნდში და ზუსტად მაგიტო გამოვიდა ფრეთორი იგებდა მაგ ჩხუბს, მერე წააგო, შემდეგ მოიგო და ბოლოს კიდე წააგო, მაგრამ აი ეს მეორეც რაც მოიგო, ვფიქრობ ძალიან ჩვეულებრივად შეიძლებოდა მორენოსთვის მიეცათ, ძალიან ახლო ჩხუბი იყო, ხოლო იმ დანარჩენ ორში, რომელშიც წააგო მორენოსთან, ორივეში დაფინიშდა. საერთო ჯამში ვფიქრობ ძალიან გამძლეა და დგომში მისი დაფინიშება ძალიან ძნელია. ამ ჩხუბში მსგავსად ფიგის წინა ჩხუბებისა შეეცდება რომ გაუმიქსოს Song Yadong-ს, ტეიქდაუნებზე შევა, დგომში დაუდგება, ჭიდაობით წარმატება არ ექნება. მე ძალიან მომწონს Song Yadong-ის ტეიქდაუნ დიფენსი და საერთოდ მისი გრეპლინგი, ვფიქრობ ძალიან მაღალი დონის გრეპლერია. დგომში კიდევ Song Yadong-ი თუ აი ერთპიროვნულად სტრაიკინგი გაიმართა, ვფიქრობ აჯობებს ფიგის. მე ძალიან მომწონს Song Yadong-ი საერთოდ და სულ ვიძახდი აქამდე, რომ მერაბს თუ შეხვდებოდა, ძალიან დიდი პრობლემა იქნებოდა ის მერაბისთვის. იქიდან გამომდინარე თუ რა მაგრა იცავს ტეიქდაუნებისგან თავს, გრეპლინგში რა მაგარია და დგომშიც რა კარგად ჩხუბობს, თუმცა არ მოხერხდა მერაბთან ჩხუბი ერთ დღეს. აუცილებლად იჩხუბებს Song Yadong-ი მერაბთან და ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება. ამ მეჩაპს რაც შეეხება, ჩინეთში გვაქვს ჩხუბი Song Yadong-ი ბევრად ახალგაზრდაა, უფრო მშიერია და ვფიქრობ რომ მოახერხებს ბრაზილიელი UFC ვეტერანის დამარცხებას ამ დაპირისპირებაში. კოეფიციენტებსაც რო ჩავხედოთ, ბუკმეიკერებიც
მეთანხმებიან, რასაც ვიძახი იმაში. სონგიადონგი ძალიან დიდი ფავორიტია 1-16 აქვს, ფიგის აქვს 5-10. მართალია არ ვფიქრობ, რომ ესეთი დიდი ფავორიტი უნდა იყოს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ვეთანხმები ბუკმეიკერებს. რაც შეეხება გამარჯვების მეთოდს, უფრო decision-ისკენ ვიხრები, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებამდე მივა ეს ჭუბი. არ მგონია, რომ ახლო იყოს. ვენდობი უფრო ფიგის გამძლეობას და ვფიქრობ სონგიადონგის გამარჯვებას 5 რაუნდიანი ბიტდაუნით. გადავიდეთ main event-ზე, ალონზო მელიფილდი, მინ იანგ ჟანგის წინააღმდეგ. ამ ჭუბშიც მსგავსად main event-ისა, საკმაოდ დიდი სხვაობა გვაქვს მებრძოლების ასაკის შორის. 11 წლით უფროსია მელიფილდი ჟანგზე. არ ეთყობა საერთოდ ჟანგს ესეთი ახალგაზრდა როა მით უმეტეს ამ წონისთვის. სულ რაღაც 2 წელია რაც UFC-შია, სულ 4 ჭუბი აქვს ჩატარებული. თავიდან პირველი 3 მშვენივრად მოიგო პირველი რაუნდის ნოკაუტით, 3-ვე და 3-ვეში performance of the night-ის ბონუსი აქვს აღებული. აი ბოლოს წააგო ჯონი ვოლკერთან. წინა ჩინეთის კარდი რაც იყო იმ ჩინეთის კარდზე, შეიძლება ითქვას რომ გამოუცდელობის ბრალიც იყო. ამ ხელა სცენაზე აქამდე არ ქონდა ნაჭხუბარი, თუმცა ჯონი ვოლკერი საერთოდ არ არის მაღალი დონის მებრძოლი, ძალიან დიდი ფავორიტი იყო მინ იანგ ჟანგი მაგ ჭუბში, ბევრი ელოდა მისგან გამარჯვებას. მოუნახა გასაღები ჯონი ვოლკერმა მეორე რაუნდში ლეკიკებით მიყვა, დაშალა და დააფინიშა მეორე რაუნდის შუაში. მანამდე ენტონი სმითი ყავს გათიშული. ენტონი სმითის საპენსიო ჭუბი იყო, პენსიაზე გასვლის ჭუბი იყო და საერთოდ არ გამოიყურებოდა კარგად. მაგის წინ ყავს ოზი დიაზი ასევე დაფინიშებული და ბრენსონ რიბეირო. ანუ როგორც ხედავთ, light heavyweight-ის ძალიან დაბალ დონეზე აქვს ნაჭხუბარი და ოდნავ დონე როგორც კი გაიზარდა ჯონი ვოლკერთან მაშინვე დამარცხდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ კაცს ჯერ გამოცდილება ასაკრეფი აქვს, ჯერ მაინც ახალგაზრდაა, ყველაფერი წინა აქვს. ხოლო ალონზო მელიფილდს რაც შეეხება, ის უკვე ძალიან გამოცდილია, თუნდაც UFC-შია აგერ 2019 წლიდან, აქვს ბევრი მოგება, ისევე როგორც წაგებები, აქვს ნოკაუტით მოგებები, ნოკაუტით წაგებები, decision-ით მოგებები. ექნება რა თქმა უნდა ამ ჭუბში გამოცდილების უპირატესობა მას. ისევე როგორც სუფთა ჯანის, ვფიქრობ, ალონზო მელიფილდი უფრო ჯანზეა, გულისხმობ დარტყმის ძალას, მაგრამ ზომებს რაც შეეხება, მინ იანგ ჟანგი უფრო დიდი არის ზომით. მინ იანგ ჟანგი ძირითადად სტრაიკერია, ცდილობს ფეხზე გააჩეროს ჭუბი და ზუსტად ფეხზე მოუძებნოს რამე თავის მეტოქეს. მსგავსად ალონზო მელიფილდისა, მელიფილდსაც ძირითადად გომში უყვარს ჭუბი, ასევე გვინახავს მელიფილდის ჭიდაობა UFC-ში, გამოსდის ჭიდაობა და ვფიქრობ თუ მოახერხა ამ ჭუბში და გადაიყვანა ძირს მინ იანგ ჟანგი, ექნება აუცილებლად წარმატება. როგორც თქვი, ბოლო ჭუბი ორივეს წაგება აქვს. მელიფილდის ბოლო წაგება ვოლკან უზდემირთან, ნახდად არ მეგონა ესე ადვილად თუ მოუგებდა უზდემირი, პირველ რაუნდშივე წუთნახევარში უგონოდ გათიშა უზდემირმა, უბრალოდ გადაუარა. ვფიქრობ ძალიან თანაბარი ჭუბი იყო, მაგრამ შეუცდი ვოლკან უზდემირმა თუ ესე დაანოკაუტა მინ ჟანგსაც ჩვეულებრივად შეუძლია იგივე გაუკეთოს მას. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1.37 აქვს მინ იანგ ჟანგს, ხოლო მელიფილდს 3 აქვს ჩემთან. ძალიან დიდი ფავორიტია მინ იანგ ჟანგი, ვფიქრობ არ უნდა იყოს ამ ხელა ფავორიტი საერთოდ, სადღაც ერთნაირ კოეფიციენტებს მივცემდი. ძალიან რთულია ჩემთვის ამ ბრძოლაში ფიქის გაკეთება. ვფიქრობ პირველი რომელიც გაატარებს დიდ დარტყმას, ის დააფინიშებს თავის მეტოქეს. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემი ფიქი ამ ბრძოლაში გავაკეთო 1.5 რაუნდზე ნაკლები. ამ პოზიციას ჩემთან აქვს 1.53 და ამ ჭუბში ყველაზე safe ფიქი ეს მგონია რა, რომელიღაცა რო დაფინიშდება მეორე რაუნდის შუამდე. შემდეგი ჭუბი გვაქვს უკვე heavyweight-ში, სერგეი პავლოვიჩი დაუპირისპირდება ტალისონ ტეიშეირას. სერგეი პავლოვიჩი რუსი მონსტრი, რომელიც UFC-ში 2018 წელს შემოვიდა. პირველი ჭუბი წააგო ალისტია როერიმთან და იმის შემდეგ 6 ჭუბი ზედიზედ 6 კაცი ზედიზედ პირველ რაუნდში გააწვინა უგონოდ, უმძიმესი ხელები აქვს. შემდეგ წააგო 2 ჭუბი ზედიზედ ტომას პინალთან და ვოლკოვთან, ასპინალთან გაითიშა, ვოლკოვთან decision-ით წააგო და საინტერესოა რომ იმის შემდეგ წინა წელს უკვე 2025 წელს 2 ჭუბი მოიგო და ორივე მოიგო decision-ით. ცოტა
შეცვალა თავისი სტილი და ისე აღარ გამოდიოდა პირველ რაუნდში გიჟივით. მახსოვს სერგეი პავლოვიჩის კომენტარი ვალდო კორტეს აკოსტას ჩხუბის შემდეგ, თქვა რომ ვიცოდი როგორი გამძლეარიო აკოსტაო და დასაფინიშებლად არ შევედიო. შვენივრად 3 რაუნდი ძალიან კარგად მოუგო. თან ჩვენ ეხლახანს ვნახეთ ვოლკოვის და აკოსტას ჩხუბი და შემიძლია თავისუფლად თქვა რომ პავლოვიჩმა უფრო ადვილად მოუგო აკოსტას ვიდრე ვოლკოვმა. ეს MMA მათემატიკა არ მუშაობს, ყველაფერი სტილებზეა დამოკიდებული და ზუსტად მსგავსად მოხდა ამ შემთხვევაშიც. ტალისონ ტეიშეირას რაც შეეხება, უფრო ახალგაზრდაა, ბევრად ახალგაზრდაა, უფრო სწორად სერგეი პავლოვიჩთან შედარებით, 8 წლით უმცროსია. სულ რაღაც 2 წელია, რაც UFC-ში არის, დანა ვაიტის კონტენდერების სერიაში აქვს გამარჯვება მოპოვებული. 3 ჩხუბი აქვს UFC-ში ჩატარებული, 2 მოიგო, 1 წააგო. პირველი ჩხუბი ჯასტინ ტაფას მოუგო, თუმცა არ არის ეს დიდი არაფერი ჩხუბი, ვინ არ მოუგო ჯასტინ ტაფას. შემდეგ წააგო ლევისთან და ბოლოს ტაიტუ ივასას მოუგო დესიჟენით, თუმცა ძალიან სლოპი ფაითი იყო, ძალიან ცუდი ჩხუბი იყო. ჩვეულებრივად შეეძლო ტაიტუ ივასას მაგ ჩხუბის მოგება. დაბალი დონის ჩხუბი აჩვენეს, მან ტუივასამაც და ტეიშეირამაც. თან ტუივასა 6 კაციან ლუზინგ სტრიკზე იყო და ესეთი ახლო ჩხუბი მსგავს ტუივასასთან ძალიან ცუდად ჩანს. ეს კაცი არის ფინიშერი. ყველა ჩხუბი ტუივასას ჩხუბამდე აქვს პირველ რაუნდში მოგებული და ის ჩხუბიც როცა დაფინიშდა პირველ 35 წამში დაფინიშდა დერეკ ლუისთანაც. პერეირა სპარინგ პარტნიორია ტალისონ ტეიშეირა, გლოვერ ტეიშეირას დარბაზში ვარჯიშობს და საერთოდ მაგ თიმის წევრია. მე ძალიან არ მომწონს ეს მებრძოლი, არ ვფიქრობ რომ ტოპ 10-ის მებრძოლია, თუნდაც ტოპ 15-ის. სერგეი პავლოვიჩი ბევრად მაღალ დონეზე აქვს ნაჩხუბარი და თავისი თავი გატესტილი, თუნდაც ტაიტუ ივასა საერთო მეტოქი ყავთ, როგორც თქვი, ტეიშეირა მძლივს მოუგო ტუივასას, ხოლო პავლოვიჩმა პირველივე რაუნდში უადვილესად გადაუარა მას. სერგეი პავლოვიჩს აქვს საშიში ნოკაუტორის სახელი, თუმცა რო ჩავხედოთ მის განვლილ ბრძოლებს, აგერ უკვე 3 წელია ნოკაუტი აღარ აუღია და ვფიქრობ რომ დრო არის, დრო მოვიდა, რომ დაბრუნდეს ისე ვის ძველი საშიში პავლოვიჩი. და ვფიქრობ რომ ტეიშეირას გადაუვლის, ძალიან გამიკვირდება ეს ჩხუბი დესიჟენამდე რომ მივიდეს. ამის შანსი მინიმალური მგონია. 1 და 15 აქვს კუში პავლოვიჩს, ხოლო ტეიშეირას 5 და 25 და ამ შემთხვევაში სრულიად ვეთანხმები ბუკმეიკერებს და ჩემი პროგნოზიც იქნება პავლოვიჩი. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე, რაც გვაქვს კაია საკურა კამერონ სმადერმენის წინააღმდეგ. იაპონელი კაია საკურა ავიდა ბენთემვეიტში, ამ ჩხუბს ჩაატარებს ბენთემვეიტში, დაუპირისპირდება კამერონ სმადერმენს ამერიკელ მებრძოლს. იმის შემდეგ რაც რაიზინიდან გადმოვიდა კაია საკურა UFC-ში, ძალიან დიდი ჰაიპით გადმოვიდა, მოგეხსენებათ, პირველივე ჩხუბი აჩხუბეს ჩემპიონთან, ანუ ქამარზე იჩხუბა ალექსანდრე პანდოჟას წინააღმდეგ. დამარცხდა იმ ჩხუბში, დაასაბმითა პანდოჟამ და აჩვენა ლეველები მას და ასევე დაუმტკიცა UFC-ს, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო ასაკურას პირდაპირვე საჩემპიონო ბრძოლის მიცემა. შემდეგ ეჩხუბა ტიმელიოტს და ტიმელიოტთანაც მეორე რაუნდში საბმიშენით დამარცხდა. გამოჩნდა რომ ამ კაცს დიდი პრობლემები აქვს გრეპლინგის მხრივ. ძალიან დიდი იყო ფლაივეიტში, როცა ჩხუბობდა კაია საკურა ამ წონისთვის და ძირითადად უპირატესობები ჰქონდა ხოლმე თავის მეტოქეებთან შედარებით. ჩემი აზრით ეხლა რაც ბენთემვეიტში ავიდა, ბენთემვეიტში აღარ ექნება მსგავსი უპირატესობები მებრძოლებთან. აგერ პირველი ბრძოლა კამერონ სმადერმენთან ჩხუბობს და სმადერმენი სულ ცოტათი უფრო დიდი არის ზომაში. რაიზინში როცა ჩხუბობდა, იქ ბენთემვეიტში ჩხუბობდა და ვფიქრობ რომ თავს უფრო კარგად იგრძნობს ეხლა ბენთემვეიტში, მაგრამ ნახდად არ ვფიქრობ რომ საჩემპიონო დონეა ასაკურა მსგავსი გრეპლინგით, მაღალ დონეზე აქაც გაუჭირდება ჩხუბი, მაგრამ ამ დაპირისპირებას რაც შეეხება კამერონ სმადერმენი საერთოდ არ არის მოჭიდავე. დგომის მებრძოლია, უყვარს ძირითადად კრივი, კაი ხელები აქვს და მისგან ტეიქდაუნების საშიშროება წესით არ უნდა იყოს, ვფიქრობ, UFC-ში რაც ჩხუბობს, 3 ჩხუბი აქვს ჩატარებული და ამ 3-ში არც ერთხელ არ უცდია ტეიქდაუნი, ასე რომ დიდი ალბათობით დგომის ბრძოლა გვექნება, რაც ვფიქრობ უპირატესობას აძლევს კაია საკურას, იმიტომ რომ დგომში მართლა ძალიან მაგარია კაია საკურა. პრობლემებს უქმნიდა პანტოჟას, ელიოტთანაც კარგად დაიწყო თავიდან, მაგრამ გრეპლინგით წააგო. კამერონ სმადერმენს 3 ჩხუბი აქვს UFC-ში, როგორც თქვი. პირველი დებიუტი მოგება აქვს, ხოლო შემდეგ 2 წააგო ზედიზედ,
ბოლოს რიკი სიმონთან წააგო და რიკი სიმონმაც ტეიქდაუნებით მოუგო, ანუ ჭიდაობით აჯობა მას. რიკი სიმონის შემდეგ აღსანიშნავია კიდევ ის, რომ იანვარში ტურსიოსთან უნდა ეჭუბა კამერონ სმადერმენს და ალბათ გახსოვთ რა დაემართა აწონებზე სახით რო გაწვა ძირს, გაითიშა. მან მაგის მერე თქვა, რომ წონის პრობლემა არ იყო ეგო, პირიქით ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ადვილი weight cut-ი იყო. რაღაც სხვა პრობლემა იყო, მაგაზე აღარ ულაპარაკია და არავინ არ იცის რა მოხდა სინამდვილეში. აუცილებლად გასათვალისწინებელია ესეთი რაღაცა UFC-ში პირველად მოხდა, ესე რომ გათიშული იყო მებრძოლი და სახით გაწოლილიყო ძირს, აქამდე არ მომხდარა. ნახოთ მოკლედ ამ შემთხვევაში წონას როგორ ჩააბარებს კამერონ სმადერმენი, რამდენად კარგად გამოიყურება წონის ჩაბარების შემდეგ. საბოლოო საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ამ ჯგუფში გამარჯვებული კაია საკურა უნდა დარჩეს, როცა არ ექნება takedown threat-ი მას. ვფიქრობ დგომი მისი სამყაროა და უნდა აჯობოს სმადერმენს. 1.36 აქვს კოეფიციენტი კაია საკურას, საკმაოდ დიდი ფავორიტია სმადერმენის 3 კოეფიციენტის წინააღმდეგ და როგორც თქვი, ჩემი პიკი იქნება კაია საკურას გამარჯვება. შემდეგი ჯგუფი ჯეიკ მეთიუსი კარლსტონ ჰარისის წინააღმდეგ. ამ ჯგუფში ჯეიკ მათიუს თავიდან მუსლიმ სალიხოვი ყავდა, თუმცა ამოვარდა მუსლიმ სალიხოვი და ჩაუჯდა ჰარისისთვის ეს იქნება short notice ჯგუფი. ჯეიკ მეთიუსი 31 წლის მებრძოლია, მსგავსად სონგია დონგისა, ესეც ძალიან გამოცდილია UFC-ში, 2014 წლიდან არის ეს კაცი და სონგია დონგის მსგავსად 19 წლის იყო, როცა დებიუტი გააკეთა. შეიძლება ითქვას, რომ შეაბერდა UFC-ს, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, მოკლედ ამის თქმა მინდა, ხოლო კარლსტონ ჰარის რაც შეეხება, ის ასაკით ბევრად დიდია, 38 წლისაა, 7 წელია განსხვავება მათ შორის. მაგრამ მას ამხელა გამოცდილება არ აქვს UFC-ში, 2021 წლიდან არის ის, 19-7-ზე აქვს, 26 ჯგუფი საკმაოდ ბევრია. ჯეიკ მეთიუს ბოლო ჯგუფი აქვს წაგებული ნილ მაგნისთან, თუმცა მანამდე 3 ჯგუფი ზედიზედ მოგებული ჰქონდა, ძალიან კაი ჯგუფები მოიგო და ბოლოს აი ეს ჯგუფი მაგნისთან რაც წააგო, ეგ იყო მსაჯის შეცდომა. პირველი რაუნდის ბოლოს მსაჯმა გააჩერა ჯგუფი, ჰქონდა დარსი შეკრული ჯეიკ მათიუს ნილ მაგნიზე და მსაჯს ეგონა რომ გათიშული იყო მაგნი, ეს იყო მსაჯის შეცდომა. არ იყო გათიშული, მაგნი ისე ხოთზე იყო და სანამ რინგ ბელი იქნებოდა, მანამდე გააჩერა ჯგუფი. იდეაში ჯეიკ მეთიუს ეგონა რომ მოიგო ჯგუფი, დაიწყო აღნიშვნა და მერე შეცვალეს და უთხრეს რომ არა, მიდი გააგრძელეო, გააგრძელებინეს მეორე რაუნდი, მესამე რაუნდი იჭუბეს კიდე და მესამე რაუნდის ბოლოს ნილ მაგნი აქეთ დააფინიშა. ძალიან სამწუხარო იყო, იმიტომ რომ ამ საჯის ცუდი გადაწყვეტილების გამო საბოლოო ჯამში დარჩა წაგებული, იმიტომ რომ როცა ეგონა რომ ჯგუფი მოიგო, ეს ადრენალინ დამფი ქონდა, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, თუნდაც ესეთი შემთხვევა ეხლა ბოლოს რაც ქონდა ანტედელია ვალდო აკოსტას ჯგუფში, როცა მსაჯმა გააჩერა ჯგუფი ასევე მაგ ჯგუფშიც ეგონა რომ აკოსტა ფინიშდებოდა დგომში. დელია წავიდა აღნიშნა ჯგუფი, მაგრამ უთხრეს რომ არა, მიდი გააგრძელეო, გააგრძელებინეს ჯგუფი და მერე აქეთ აკოსტამ დააფინიშა. ეგ ადრენალინ დამფი მართლა რეალურია. წარმოიდგინე ჯგუფში ხარ, ესეთ მნიშვნელოვან ჯგუფში, გეუნებიან გაიმარჯვეო, აღნიშნაო, რაღაც ემოციები კეცვლება, საერთოდ სხვანაირად იწყებ ფიქრს და მერე არა, მიდი დავაი თავიდან კიდე შებერეო, მერე ისე უნდა გადმოეწყო და ძალიან რთული ამბავია რა, რასაც ვიზახი. წესით 4 კაციან winning streak-ზე უნდა იყოს, ჩემი აზრით, ეგ ჯგუფი აღარ უნდა გაეგრძელებინათ იმ საჯმა როცა გააჩერა. მანამდეც რაც აქვს წაგება 2023 წელს მაიკლ მორალესთან აქვს decision-ით წაგებული მეთიუს, კარგად გამოიყურებოდა მაგ ჯგუფში, კარგად ეჭუბა მორალეს. იმის მიხედვით თუ რა მონსტრია მორალესი და ეხლა რას უშვება ხალხს, ვერ მოახერხა ჯეიკ მეთიუსის დაფინიშება კი არა და მეთიუსი მშვენივრად ედგა დგომში გაიმართა ეგ ჯგუფი და მშვენივრად უბრუნებდა უკან დარტყმებს. კარლსტონ ჰარის რაც შეეხება, ის ვფიქრობ რომ ასაკშია ეხლა შესული და თავის კარიერის ამ პერიოდში საკმაოდ ცუდად გამოიყურება. თავიდან როცა UFC-ში მოვიდა, კარგად დაიწყო, ძალიან მაგარი ფრონტ ჩოუკები აქვს, დარსი და ანაკონდა აქვს, მაღალ დონეზე აყვანილი, მართლა ძალიან კარგად აკეთებს. მერე შავკაცს ეჭუბა, შავკათთან პირველივე რაუნდში დანოკდაუნდა
და აი შავკატის მერე 4 ჩხუბი აქვს ჩატარებული, 2 მოგება აქვს და ბოლო 2 წაგება. შავკატის მერე რაღაც შეიცვალა ამ კაცში, ისე ვეღარ ჩხუბობს, როგორც თავიდან დაიწყო. ჯარედ გუდენთან აქვს decision-ით მოგებული, რაც ძალიან ახლო ჩხუბი იყო. იმის შემდეგ ჯერემია უელსი ანაკონდათი დაამარცხა მესამე რაუნდში, პირველი 2 რაუნდი წაგებული ჰქონდა მან და ბოლოს გამოაძრო ეს ანაკონდა, როგორც თქვი, ეს ფრონტ ჩოუკები ძალიან კარგად გამოსდის. მერე ხაუს უილიამსთან პირველ რაუნდში დაფინიშდა და ბოლოს პონზინიბიომ მესამე რაუნდში დააფინიშა. ეს ჩხუბი პონზინიბიოსთან ასე თუ ისე არ იყო ძალიან ცუდი, იმიტომ რომ თავიდან პრობლემებს უქმნიდა პონზინიბიოს თვითონაც, ნოკდაუნიც მიცა რაღაც მომენტში და კარგად გამოიყურებოდა საბოლოო ჯამში, თუმცა ბოლოს გაარტყა პონზინიბიომ ერთი დარტყმა და მიყვა და სტენდინგ TKO გაუკეთა. გააპროტესტა ეს სტოპიჯი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რეალური იყო, მაინც დაფინიშდებოდა მაგ ჩხუბში. ამ დაპირისპირებაში ვფიქრობ, ჯეიკ მეთიუსი ახალგაზრდა უფრო გრეპლინგი მასაც ძალიან კარგად შეუძლია, ძალიან კაი ჩოუკები აქვს, ჭიდაობაც მშვენიერი აქვს. გომში ვფიქრობ, ბევრად ჯობია კარლსტონ ჰარისთან, კარლსტონ ჰარისი უკვე ასაკშია, საბოლოო ჯამში ჯეიკ მეთიუსი მოიგებს ამ ჩხუბს. ვფიქრობ, ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება რომ დაანოკაუტოს კარლსტონ ჰარისი. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, დიდი ფავორიტია 1.27 აქვს მეთიუს, ხო რომ ჰარის 3.68 და ჩემი პიკი იქნება, რომ ჯეიკ მეთიუსი დაამარცხებს კარლსტონ ჰარისს. შემდეგი ჩხუბი ჩავდივართ ფლაივეითებში, ყველაზე დაბალ წონაში, ალექს პერეზი სუმუდარჯის წინააღმდეგ. ალექს პერეზიც უკვე UFC ვეტერანია, ძალიან დიდი ხანია ჩხუბობს UFC-ში, ქამარზეც აქვს ნაჩხუბი ფიგისთან და გილიოტინით აქვს წაგებული. ალექს პერეზი თვითონ ძალიან კაი გრეპლერია, მაგრამ აი რო ჩავხედოთ მის კარიერას, ძირითადად საბმიშენებით აქვს წაგებული ჩხუბები, ანუ შეიძლება მისი მტკივნეულზე დაჭერა, თუმცა თვითონაც კარგად ჭიდაობს და ძირსაც კარგი გრეპლინგი აქვს. სუმუდარჯისგან განსხვავებით, ფლაივეითების უმაღლეს დონეზე ჩხუბობს პერეზი, აქვს მოგებები, წაგებებიც. გომშიც მშვენივრად გამოიყურება, წინა ჩხუბიც ჩარლზ ჯონსონთან აქვს მოგებული პირველ რაუნდში, რასაც არავინ არ მოელოდა, დაიჭირა მარცხენა ჰუკით ჩარლზ ჯონსონი. იმის წინ კი ასუ ალმაბაევთან მესამე რაუნდში წააგო გილიოტინით, ტეიქდაუნზე რო იყო შესული ალმაბაევთან, გილიოტინაზე დაიჭირა. მანამდე 2 რაუნდი მოგებული ჰქონდა, უბრალოდ უნდა გადარჩენილიყო მესამეში, თუმცა ვერ მოახერხა. ასუ ალმაბაევი, ვინც არის, ძალიან მაგარი მოჭიდავეა და აქეთ ეჭიდავებოდა პერეზი. ძალიან მაგრა ეჩხუბა, ძალიან მაგარ ჩხუბს ატარებდა იქამდე სანამ დაფინიშდებოდა. სრულყოფილი მებრძოლია, როგორც ხედავთ, შეუძლია ჭიდაობაც, გრეპლინგის და დგომშიც მშვენივრად დგას. სუმუდარჯიც აგერ უკვე საკმაოდ დიდი ხანია UFC-შია და 1-0 სტრაიკერია სუმუდარჯი, ძალიან გრძელია, ძალიან დიდია ამ წონისთვის და აქვს კიკბოქსინგ სტაილი შორიდან ტიპკიკებით, ლეგკიკებით, ჰედკიკებით, ჯებებით, ძალიან კარგად მუშაობს ყოველთვის, თავის დისტანციას როცა დაიჭერს, სულ მაგრა ამუშავებს თავის მეტოქეს. სამკაციან ვინის სტრიგზეა, კარგად გამოიყურება, მანამდე ქონდა პრობლემები, ძირითადად ან decision-ით უგებენ, ან submission-ით, ნოკაუტით წაგება საერთოდ არ აქვს. ადრე ძალიან დიდი პრობლემები ქონდა takedown defense-ის მხრივ, ადვილად ჩაყავდათ ხოლმე ძირს, თუმცა აი ეს ბოლო ჩხუბებია აჩვენა, რომ აშკარად გაზრდილია მაგ მხრივ, აშკარად ნამუშავები აქვს და მისი ჩაყვანა უკვე საკმაოდ რთულია. ეგ კი არა, აქეთაც ცდილობს ხოლმე ცოტა takedown-ებს. ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარი match-up-ი მოხდეს matchmaker-ებმა. დგომში ვფიქრობ, ცოტა უპირატესობა სუმუდარჯის ექნება, მით უმეტეს თუ თავისი დისტანცია დაიჭირა. ხოლმე და გრეპლინგით ვფიქრობ, ალექს პერეზ ექნება უპირატესობა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ადვილად ჩაიყვანს ძირს სუმუდარჯის, ან თუ ჩაიყვანა, ვფიქრობ, რომ წამოუდგება სუმუდარჯი და ამიტომ ძალიან თანაბარი ჩხუბი იქნება და ვფიქრობ, რომ ეს ჩხუბი გადაწყვეტილებამდე მივა. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, 1.69 აქვს. პერეს არის ფავორიტი, სუმუდარჯის 2.13. ასე თუ ისე ვეთანხმები კოეფიციენტებს, თუმცა ჩემთვის ძალიან რთულია ამ ბრძოლაში რომელიმე მებრძოლის არჩევა, ამიტომ პიქს გავაკეთებ ამ ჩხუბში და ვიტყვი, რომ ეს ჩხუბი გაიმართება 4.5 რაუნდზე მეტი. 1.68 აქვს კოეფიციენტი ჩემთან ამ პოზიციას. ჩავიდეთ პრელიმების ჩხუბებზე, შეგახსენებთ, რომ დავალაიქოთ ვიდეო, გამოვიწეროთ არხი და გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე, ლუის ფელიპე დიასი, ისაკ ლის წინააღმდეგ. ლუის ფელიპე დიასი მოდის დანა ვაითის კონტენდერების სერიიდან.
იქ მოიპოვა თავისი კონტრაქტი, Rear Naked-ით მოიგო და ეხლა ჩაატარებს დებიუტს UFC-ში, არის ბრაზილიელი. ამ კაცს აქვს ჩვეულებრივი ბოდიბილდერის აღნაგობა, ძალიან ჯანზეა და ძალიან ფიზიკური მებრძოლია. ძირითადად უყვარს მეტოქის ძირს გადაყვანა და იქ მტკივნეულის მოძებნა. დგომშიც ძალიან მძიმე გასვლებში შედის ხოლმე, რაც ვნახე მისი ჩხუბები. ისაკლის რაც შეეხება, ისიც დებიუტს გააკეთებს, კორეელი მებრძოლია, 8-1-ი აქვს ბალანსი. და მსგავსად თავისი მეტოქისა, მასაც ძირითადად საბმიშენები აქვს, მასაც უყვარს გრეპლინგი და ძირს მუშაობა. ფიქრობ ამ ჯგუფში აუცილებლად ვიხილავთ მიწაზე გასვლებს და ამ შემთხვევაში მივენდობი ფელიპე დიასის ძალას და ვიტყვი, რომ ის დარჩება გამარჯვებული. 1.57 აქვს კოეფიციენტი, ფავორიტია ისაკლის 2.38-ის წინააღმდეგ. გადავიდეთ შემდეგ ჯგუფზე, მენგდინგი დაუპირისპირდება ხოსე ჰენრიკეს. განსხვავებით წინა ჯგუფისა, ეს მებრძოლები არიან დგომის მებრძოლები და ვფიქრობ ამ ჯგუფში ძირითადად კი არა და ვფიქრობ, რომ სულ სტრაიკინგს ვიხილავთ. ორივე შეიძლება ითქვას, რომ ბროლერი მებრძოლია. განსხვავება მათ შორის რაც არის, მენგდინგი ბევრად გამოცდილია, აგერ 44 ჯგუფი აქვს ჩატარებული კარიერაში, 35-9-ზე აქვს, რაც მართლა ძალიან ბევრია, თან არ არის ისე ასე თუ ისე ასაკში, 31 წლისაა. კი გავს სახეზე 40 წლის კაცს, არ ვიცი 31 წლის რანაირადაა, მაგრამ ესე უწერია. თავისი ბოლო ჯგუფი აქვს ურაია ფეიბერის MMA competition-ში ჩატარებული ქამარზე და მოგებული აქვს მეორე რაუნდში. გომში კარგად ჩხუბობს, თუმცა ვფიქრობ, რომ აქვს მას გრეპლინგში პრობლემები. ამ შემთხვევაში მას საშიშროება ხოსე ენრიკესგან არ ექნება. ხოსე ენრიკეს 8-1-ი აქვს ბალანსი, ბევრად გამოუცდელია. თავის მეტოქესთან შედარებით, თან ახალგაზრდაა, 24 წლისაა. ისიც სტრაიკერია, ბროლერია, უყვარს ძიმე გასვლებში შესვლა და ვფიქრობ, რომ აქ ამ ჯგუფში აუცილებლად ვიხილავთ მძიმე გასვლებს. ვფიქრობ, ორივე შეეცდება, რომ წარმოაჩინოს თავისი თავი UFC-ს დებიუტში. 1.76 აქვს კოეფიციენტი მენგდინგს, ხოლო ხოსე ენრიკეს აქვს 2.03. ამ ჯგუფში პოზიციები არ მაქვს, არ ვიცი რატომ. მინდოდა ოფიციალური ფიქი გამეკეთებინა 2.5-ზე ნაკლები, მაინტერესებდა კოეფიციენტები რა ექნებოდა. ვფიქრობ, რომ სადღაც 1.60 ალბათ უნდა კონდეს. თუ ბევრად დაბალი ქონდა, შეიძლება შევცვალო და 1.5-ზე ნაკლებიც ვთქვა, იმიტომ რომ ვფიქრობ თავიდანვე გასვლებში შევლენ და ვფიქრობ, რომ რომელიღაც მებრძოლი დაფინიშდება. ვნახოთ ჯერ არ ვიცი, სანამ ამ ვიდეოს დავამონტაჟებ, იმედია მაგ დროს იქნება პოზიციები და როცა ვიდეოს დავდებ, ზუსტად დავწერ ვიდეოში ზუსტად იქნება ნაჩვენები თუ რა იქნება ჩემი ოფიციალური ფიქი, 2.5-ზე ნაკლები თუ 1.5-ზე ნაკლები. ყველა შემთხვევაში ამ ორიდან რომელიღაცა იქნება. გადავიდეთ შემდეგ ჯგუფზე, რაც გვაქვს კოდი ჰადონი აური კლენგის წინააღმდეგ. კოდი ჰადონი ჩაატარებს თავის მეორე ჯგუფს UFC-ში. 2 წელია არ უჩხუბია, დანავეთის კონტენდერებში აქვს 2024 წელს კონტრაქტი მოპოვებული. შემდეგ იმავე წელს სულ რაღაც 2 თვეში იჩხუბა დან არგეტასთან და მოიგო გადაწყვეტილებით. ძალიან კაი ჯგუფი აჩვენა, მახსოვს, ძალიან კაი ბიჭია ეს კოდი ჰადონი. თავისი მეორე ჯგუფი უნდა ჩაეტარებინა ალექსანდრე თოფურიასთან. ეს იქნებოდა ალექსანდრეს დებიუტი UFC-ში. თუმცა ტრამვა მიიღო, ვერ მოახერხა თოფურიასთან ჯგუფი, გახსოვთ ალბათ, ალექსანდრეს ჩაუჯდა მაგ ჯგუფში კოლბი თიკნესი. შემდეგ კიდევ ერთხელ ჩაენიშნა მას ჯგუფი 2015 წლის ბოლოს მალკომ ველმეიკერთან. მაქედანაც ამოვარდა კიდევ ერთი ტრამვის გამო. როგორც ხედავთ, ტრამვებმა გააწამა ეს კაცი, თან ახალგაზრდაა, ჯერ 27 წლისაა. ძალიან ბევრი ელოდება, ვიცი, მის ჯგუფს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ჰაიპი აქვს. ალექსასთან ჯგუფზე რა მოგახსენოთ, მაგრამ აი ველმეიკერთან ჯგუფი ძალიან კაი იქნებოდა მისთვის. ვფიქრობ, მოუგებდა ველმეიკერს. ეს როცა ამოვარდა კოდი ჰადონი ველმეიკერთან, ეს ის ჯგუფია, როცა ველმეიკერს ჩაუჯდა ითენ იუინგი.
რამდენიმე 2-3 დღის ნოუთისი როცა იყო, იმის შემდეგ აგერ 2 კვირის წინაც იჩხუბა ველმეიქერმა ხუან დიასთან და წააგო ზედიზედ მეორე, ჩემი აზრით, ველმეიქერს მოუგებდა მაშინ ჰატონი და მისი ველმეიქერთან გამარჯვება ძალიან მაგარი იქნებოდა მაგ პერიოდში და ეხა უკვე ბევრად უკეთესი ჩხუბი ექნებოდა და კარიერულად უფრო წინ იქნებოდა, მაგრამ ესე მოხდა, ყველას თავისი გზა აქვს და მართლა თუ ისეთი კარგია, როგორც ხალხი ამბობს, აუცილებლად დაამტკიცებს ეს ბიჭი. ძალიან შეკრული მებრძოლია, აქვს ძალიან კარგი სტრაიკინგი, ტეიქდაუნებიც ეხერხება და ძირსაც მშვენივრად გამოიყურება, აქვს საბმიშენებიც და ერთადერთი წაგება, რაც აქვს თავის კარიერაში, აქვს სტივ ერსეკთან, ჩვენ UFC-ს მებრძოლ flyweight სტივ ერსეკთან, რაც საერთოდ არ არის ცუდი, თან 5 წლის წინ აქვს წაგებული და 5 წლის წინ 22 წლის იყო, ძალიან ახალგაზრდა იყო, ეხა ბევრად კარგად გამოიყურება, ხოლო აური კნენგს რაც შეეხება, მისი კარიერა UFC-ში ძალიან შერეულია, 4 მოგება აქვს, 4 წაგება, ის უფრო დგომის მებრძოლია და ძირითადად თავისი სტრაიკინგი აქვს ძლიერ დარტყმებზე აწყობილი და აი თავისი წინა ჩხუბიც კოდი გიბსონთან პირველივე რაუნდში მოიგო 21 წამში. პირდაპირ ვიტყვი და მგონია რომ ამ ჩხუბში ერთადერთი შანსი აური კნენგს რაც ექნება თავისი აი რამე მძიმე ფანჩის გატარება კოდისთან. სხვა შემთხვევაში მგონია რომ ყველა დეპარტამენტში კოდიმ უნდა აჯობოს. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1.27-ია კოდის, ძალიან დიდი ფავორიტია აური კილენგის 3.68-ს წინააღმდეგ. და ვფიქრობ რომ კოდი ჰადონი ამ ჩხუბში დარჩება გამარჯვებული. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე, რაც გვაქვს რეი ცურუია ლუის გურულეს წინააღმდეგ. ჩვენი გურული ძმა ბრუნდება. 2 კვირის წინ ბოლო ქარდზე იჩხუბა გურულემ და ეხლა ჩაჯდა ხესუს აგილარის წინააღმდეგ, სულ რაღაც 2 დღეა, რაც ჩაუჯდა ამ ჩხუბში ცურუიას გურულე. ამოვარდა აგილარი, რაღაც რამო მიიღო და გამოიყენა ეს შანსი გურულემ, მოკლედ 3 ჩხუბის თავიდან UFC-ში წაგებული ქონდა გურულეს და წინა კვირას კი არა და 2 კვირის წინ ბოლო ქარდზე მოახერხა და მოიპოვა გამარჯვება დანიელ ბარეზის წინააღმდეგ. ძალიან გამაკვირვა, ბარეზი მქონდა დაფიქული მაგ ჩხუბში. კარგად იჩხუბა გურულემ, საერთოდ ვერ გრძნობდა ბარეზის დარტყმებს და აქეთ თვითონ რასაც უბრუნებდა ბარეზი საერთოდ ყველა დარტყმას გრძნობდა. მეორე რაუნდში ძალიან დიდი შანსი ჰქონდა რომ დაეფინიშებინა, ასევე ვერ მოახერხა, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება მოიპოვა. რაც ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ 3 წაგება ზედიზედ ჰქონდა და მისი UFC-ს კარიერა ბეწვზე იყო და ვფიქრობ რომ აი ხლაც ყველანაირად ცდილობს რომ როგორმე მოახერხოს და შეინარჩუნოს თავისი ადგილი UFC-ში. თან ესეთ favors უწევს UFC-ს, ესეთ short notice-ზე უჯდება, დიდი ზიანი არ მიუღია იმ ჩხუბში და ეხლა ამერიკიდან გაფრინდება პირდაპირ ჩინეთში და გადაარჩენს ამ ჩხუბს. დაუპირისპირდება რეი ცურუიას, რომელიც არის ბევრად ახალგაზრდა, 7 წლით უფრო ახალგაზრდაა გურულეზე, აქვს 10-1 ბალანსი. ეს კაცი არის გრეპლერი და ერთი წაგება, რაც აქვს, ბოლო მისი წაგება არის მოდის ჯოშუა მანთან, ჩემპიონთან. რეი ცურუია არის ერთპიროვნულად გრეპლერი და მართლა ძალიან მაგარი გრეპლერია. არის რაღაც პონჩი ტაცურო ტაირას, შეიძლება ითქვას გამოუცდელი ვერსია. ჯოშუა მანთანაც სულ ტეიქდაუნებს ცდილობდა, ჯოშუა მანი იცავდა, შემდეგ ცდილობდა ფეხზე გაერტყა და ძირითადად 3 რაუნდი მსგავსად გაიმართა და გადაწყვეტილებით მოუგო ჯოშუა მანმა. მის ეხლანდელ დაპირისპირებას რაც შეეხება, ვფიქრობ ხესუს აგილართან უფრო ადვილი გზა ექნებოდა გამარჯვების, ვიდრე ლუის გურულესთან. გურულე ნახეთ როგორი გამძლე არის, თუმცა ბარეზი უკეთებდა ტეიქდაუნებს, რაღაც მომენტში ზურგიც ჰქონდა გურულესი აღებული, სკრემბლით გამოიქცა გურულე და დგებოდა ფეხზე, მაგრამ ვფიქრობ რეი ცურუია ბევრად უკეთესი გრეპლერი და მოჭიდავია, ვიდრე ბარეზი იყო და ვფიქრობ რომ მოახერხებს გურულეს ძირს გადაყვანას და მის იქ დამუშავებას. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1.37 აქვს ცურუიას, ფავორიტია 3.02 აქვს გურულეს, ვეთანხმები ბუკმეიკერებს ამ შემთხვევაშიც და ვფიქრობ რომ ამ ჩხუბში გამარჯვებული დარჩება რეი ცურუია. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე, რაც გვაქვს ქალების დაპირისპირება ენჯელა ჰილი ჯინგიანგ შანგის წინააღმდეგ. ენჯელა ჰილი კიდევ ერთი UFC ვეტერანი ამ ქარდზე,
ენჯელა ჰილი არის 2017 წლიდან UFC-ში და აქვს 26 ჩხუბი ჩატარებული. წარმოიდგინეთ, რამდენად გამოცდილია 18-16-ზე აქვს ბალანსი საბოლოო ჯამში. არ არის საერთოდ კარგი ბალანსი, მაგრამ მართლა ძალიან გამოცდილია, უკვე ასაკშია, 41 წლის არის. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ მშვენივრად გამოიყურება. მართალია ბოლო ორი ჩხუბი წაგებული აქვს, მაგრამ აქვს მოგებები ასევე 2023 წლიდან 3-3-ზე აქვს ბალანსი. ბოლოს კეტლი სოუზას, რაც მოუგო, დიდი ანდერდოგი იყო მაგ ჩხუბში. მის მეტოქე ჯინგიანგ შონგს, რაც შეეხება 19-2-ზე აქვს ბალანსი. ისიც გამოცდილია, ისიც არ არის ახალგაზრდა, 38 წლისაა, თუმცა MMA-ის გამოცდილება იმდენად არ აქვს, სულ რამდენიმე ჩხუბი აქვს ჩატარებული. One Championship-ში ჩხუბობდა ბოლოს და იქიდან გადმოდის ახლა UFC-ში. არის ერთპიროვნულად სტრაიკერი, უფრო კონკრეტულად მოკრივე. იყო ჩინეთის ნაციონალური კრების გუნდის წევრი, ძალიან ფიზიკური მებრძოლია, მართლა კარგი სტრაიკერია, თუმცა აქვს პრობლემები გრეპლინგის მხრივ და ჭიდაობა საერთოდ არ ეხერხება, ტეიქდაუნ დიფენსიც ძალიან ცუდი აქვს და ის ბოლო ჩხუბიც რაც აქვს მოგებული One Championship-ში ბოუმენგთან მოიგო, 3 რაუნდიანი ჩხუბი, რომელშიც პირველი 2 რაუნდი ერთპიროვნულად წააგო. One Championship ცოტა სხვანაირი წესები აქვს, რაუნდების მხრივ არ ითვლიან ჩხუბს, იქ საერთო ჯამში თვლიან თუ როგორი ჩხუბი იყო. პირველი 2 რაუნდი ეს თავისი მეტოქე მას ეჭიდავებოდა და გრეპლინგით მოუგო, მესამეში კი ძალიან დააზიანა შაუნგმა თავისი მეტოქე და რაღაც მომენტში ძირსაც იყვნენ ჩასულები და ზურგიც აღებული ჰქონდა და ზუსტად მაგიტომ საჯიმმა გადაწყვიტეს, რომ იმდენად დომინანტი მესამე რაუნდი იყო, რომ მთლიანი ჩხუბი მას მისცეს. ამ ჩხუბში კოეფიციენტებს რო ჩავხედე, 2 და 53 აქვს ანჯელა ჰილს, 1 და 54 აქვს ამ შაუნგნანს, რასაც ნაღდად არ ვეთანხმები. UFC სულ სხვა დონეა და ენჯელა ჰილს იმხელა გამოცდილება აქვს UFC-ში და ისეთ მაგარ მებრძოლებთან აქვს ნაჩხუბარი. შაუნგ იანგი შეიძლება ახალგაზრდა დებიუტანტივით გამოჩნდეს. ჩვენ გვაქვს ნანახი ენჯელა ჰილის ჭიდაობა, ძირითადად სტრაიკერია და კიკბოქსინგის მებრძოლია, მაგრამ ეხერხება ჭიდაობა და ვფიქრობ, რომ ამ ჩხუბში აუცილებლად გამოიყენებს და თუ გამოიყენებს, ვფიქრობ, რომ უნდა დაამარცხოს. პირადად ჩემი გამოცდილებიდან ბევრჯერ ამიღია ენჯელა ჰილი, ისე როგორც ანდერდოგი და ბევრჯერ გამომართლებია ჩემთვის. და ზუსტად ამ ჩხუბშიც ავიღებ ენჯელა ჰილს. არ მგონია ნაღდად ამხელა ანდერდოგი რომ უნდა იყოს. ძალიან მომწონს მისი კოეფიციენტი, ძალიან დიდი შანსია რომ ამ ჩხუბში გაიმარჯვოს. შეიძლება თუ არ ეჭიდავა ჯინგიანგ შონგმა მოიპოვოს გამარჯვება თავისი სტრაიკინგით, მაგრამ მივენდობი ენჯელა ჰილს და ვიტყვი რომ ამ ჩხუბში დარჩება გამარჯვებული. შემდეგი ჩხუბი როდრიგო ვერა, კანგჯი იუს წინააღმდეგ. როდრიგო ვერას 21-1-ი აქვს ბალანსი, პერუელი მებრძოლია, მას გამარჯვება აქვს მოპოვებული ხუან დიაზის წინააღმდეგ 2021 წელს. ხუან დიაზი, ვისაც გახსოვთ, ბოლო ქართზე 2 კვირის წინ იჩხუბა მალკომ უელმეიკერის წინააღმდეგ და მოიგო. ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარი გამარჯვებაა ვერასთვის. საინტერესო ის არის, რომ იდეაში როდრიგო ვერა იყო Ultimate Fighter-ში. Ultimate Fighter-ი გადაღებულია უკვე, თუმცა ჯერ არ არის გამოშვებული, როგორც ვიცი, ეხლა ივნისში უნდა გამოვიდეს. მაგ Ultimate Fighter-ში, როგორც ვიცით, თუ მოიგებს მებრძოლი Ultimate Fighters, კი არა და ფინალამდე როცა მივა, შემდეგ ის საფინალო ბრძოლა იმართება ხოლმე UFC-ში. და გამარჯვებული ავტომატურად გადმოდის UFC-ში, იღებს კონტრაქტს. იქ იყო მოკლედ ვერა, იღებდა მონაწილეობას Ultimate Fighter-ში და როგორც ჩანს, ეხლა უცებ ეგრევე მიცეს კონტრაქტი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ან ტრავმა მიიღო Ultimate Fighter-ის დროს, ან კიდევ იჩხუბა, წააგო, ვერ მივიდა ფინალამდე, მაგრამ ისე კარგად იჩხუბა
წაგების მიუხედავად მაინც მისცეს კონტრაქტი და შანსი რომ UFC-ში იასპარეზოს და წარმოაჩინოს თავისი თავი. ამას ჯერ ვერ გავიგებთ ვერანაირად, სანამ Ultimate Fighter-ი არ გამოვა. მართალია გადაღებულია Ultimate Fighter-ი უკვე, მაგრამ არავინ არ იცის ინფორმაცია, როგორ არის იცის ხა იციან იქ თვითონ მებრძოლებმა და სტაფმა, მაგრამ ამას არ ახმაურებენ ხოლმე, მხოლოდ იმის შემდეგ, როცა ტელევიზორში გამოვა. 21-1-1-ზე აქვს ბალანსი, ეს ბალანსი შეიცვლება თუ Ultimate Fighter-ში იჩხუბა და იმიტომ რომ ან წააგებდა, ან მოიგებდა, ან ფრე იქნებოდა, ერთი ფრე აქვს უკვე ამ კაცს თავის კარიერაში. ძირითადად სტრაიკინგის მებრძოლია, ბოლოს ის ერთი წაგება რაც ჰქონდა, იმის მერე 13 კაციანი winning streak-ი აქვს. ხოლო მის მეტოქე კანგ ჯიჟუს რაც შეეხება, ისიც ჩაატარებს UFC-ში დებიუტს. ისიც მსგავსად თავისი მეტოქისა სტრაიკერია, დგომის მებრძოლია, 21-4-ზე აქვს ბალანსი, ჩინელი მებრძოლია, თავის ქვეყანაში იბრძოლებს. ხოლო კოეფიციენტებს რაც შეეხება ამ ჯგუფში 1.39-ია კანგ ჯიჟუს, ხოლო როდრიგო ვერას 1.83. ამ ქარტზე კოეფიციენტების მხრივ ყველაზე ახლო ჯგუფია. ვეთანხმები ბუკმეიკერებს, ვფიქრობ ძალიან ახლო ჯგუფი იქნება და საბოლოოდ ჩემი პიკი იქნება როდრიგო ვერას გამარჯვება მძიმე 3 რაუნდიან decision-ით. მივადექით ბოლო ჯგუფს, პრელიმების პირველ ჯგუფს. კიდევ ერთი ქალების დაპირისპირება, რიგით მეორე ამ ქარტზე, ალექს კი არა და ჟაკალინ ამორიმი, ლომა ლუკბუმის წინააღმდეგ. ორივე მებრძოლს აქვს წაგება ბოლო ჯგუფი და ეს იქნება ტიპიური სტილისტიკური დაპირისპირება სტრაიკერი გრეპლერის წინააღმდეგ. ლომა ლუკბუმი არის ერთპიროვნულად მუაი-ტაის მებრძოლი, გრეპლინგის სკილები საერთოდ არ აქვს ამ გოგოს. 3 წაგება აქვს UFC-ში და 3-ვე აქვს გრეპლინგით წაგებული, 3-ვე მეტოქე ენჯელა ჰილი, ლუპიტა გოდინეზი და ალექსია ტაინარა თავის ბოლო ჯგუფში 3-ვე ეჭიდავა და საკმაოდ ადვილად ჩაიყვანეს ის ძირს. დგომში მართლა კაი მებრძოლია და აგერ ხედავთ მის გამარჯვებებს იმ ჯგუფებში, სადაც დგომში გაიმართა ჯგუფი, მაგრამ ამ ჯგუფში ფიქრობ პრობლემები შეექმნება ჟაკალინ ამორიმის სახით, იმიტომ რომ ამორიმი არის ერთპიროვნულად გრეპლერი, თან მართლა ძალიან მაღალი დონის ჯიცერია ეს გოგო, ძირითადად თავისი გამარჯვებები აქვს საბმიშენით, LFA-დან მოდის, LFA-ში სულ მტკივნეულები აქვს გაკეთებული, UFC-ში გადმოვიდა პირველი ჯგუფი წააგო სემ ჰიუსთან, თავიდან ჩაიყვანა სემი, აკონტროლა ძირს ვერ მოუნახა შემდეგ მტკივნეული დაიღალა და მერე სემი მიაწვა მეორე მესამე რაუნდი მოუგო, მაგრამ იმის შემდეგ 4 ჯგუფი ზედიზედ მოიგო. 30 წლისაა, 10-2-ზე აქვს ბალანსი. ამ ჯგუფში ფიქრობ რომ ლომა ლუკბუმის სკილებიდან გამომდინარე თუ რა ადვილად შეიძლება მისი ძირს გადაყვანა, აუცილებლად ჩაიყვანს თავიდან ძირს ამორიმი და მოუნახავს რამე მტკივნეულს. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, ფავორიტია ამორიმი 1.76 აქვს, ლუკბუმის 2.03-თან. სულ ეს იყო მეგობრებო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. შეგახსენებთ რომ დავალაიქოთ ვიდეო თუ მოგეწონათ, გამოვიწეროთ არხი და დამიწერეთ კომენტარები რას ფიქრობთ ჩემ პიკებზე, როგორი პიკები გაქვთ საერთოდ თქვენ. და რა ვიცი, იმედია ეს პრედიქშენები კარგად წამოვა ამ ქარტისთვის. დიდი იმედი მაქვს, წარმატებული ქარდი იქნება ჩვენთვის. თან ადრე იწყება, როგორც გითხარით, საქართველოს დროით 12 საათზე, ღამის გადათენება არ მოგვიწევს. შემდეგი ვიდეო მექნება ბეტინგ ვიდეო, ამ ქარდის ბეტინგ ვიდეო და ვისაც გაინტერესებთ, დაელოდეთ იმ ვიდეოს, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.